მოგესალმებით. როგორ ხართ ჩემო თბილებო და ტკბილებო, როგორ გიკითხოთ, რა ხდება თქვენსკენ? კარგი და ახალი. ხალხო. როგორ ხართ? დაშვებით. შევიდეთ და მოუხდით და პარასვიზამთ კაცო. ჯერ ისე ვაყირავებულია. იქით არ დაწევდა. ის აწიე კითხავს. არ აწევდა, იქ ხარ აწიეზებით. წეგან ეს იყო დაწეული. გაგასწოროთ ხალხნო ერთი წუთით. იქით ის აწიე, გადაწიე. არა იხრება ესე მე. გადაწიე, არ იხრება, გადაწიედე. ეგრე ჩანს თითქოს, მაგრამ არ არის დახრილი. არა, სწორია დედა წამოდი. ხერება და მაწყებია რა ამბავია. ახლა მგონი გასწორდა. ხო. დიდი მადლობა. ფული ჩაგვირიცხეს კიდე. ჩემო თბილებო, ტკბილებო. უღრმესი მადლობა. ჩემო თბილო ადამიანო, ტკბილო. გაიხარეთ, გამრავლდით, 100 euро გამოგვიგზავნეს. ხო. ღმერთმა იმდენი მოგცეს, რომ დაგაძახებიოს აღარ მინდაო. ღმერთმა ჯანმრთელობა და ყველაფერი საუკეთესო ყოფილიყო შენი. უღრმესი მადლობა. ჩვენი გახარებისთვის, ჩვენი პატივისცემისთვის და რა ვიცი, ყველაფერი საუკეთესო ყოფილიყოს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ინსტაგრამზეც მოგწერე, მოგიხადე მადლობა, გადაგიხადე მადლობა უბრალოდ. და კიდანაც გეტყვი. კიდევ და კიდევ უღრმესი მადლობა. გაიხარეთ, გამრავლდით, რა ვიცი. ყველაფერი კარგი ყოფილიყოს თქვენთვის. ყველაფერი. რაც მე ჩვენ შენთვის გამოვიმეტოთ, ის ჩვენ დაგუბრუნებოდეს. ცხოვრება ბუმერანგია. ყველას სიკეთით შემობრუნდება, როგორც იცხოვრებ, ისე შემოგიბრუნდება ცხოვრება, აუცილებლად. და ესე რომ კეთილად ცხოვრობ და სხვა ადამიანს ახარებ, სრულიად უცხო ადამიანს, უფრო მეტი დაგიბრუნდება კიდევ. კიდევ. უფრო მეტი გექნება, ჩემო თბილო ადამიანი და ტკბილო. გვიყვარხარ. ძალიან გაფასებთ. მე ადრე სახელით შეგიცვალეთ თუ გახსოვთ ვიდეო. თქვენ მოგწერეთ რომ ნათლია გამომიჩდაო, ხო თქვი? აი გაიხარე, გამრავლდი და რა ვიცი. ძალიან თბილი ადამიანი ხარ, ტკბილი ადამიანი ხარ და ადამიანს რომ ეხმარები უანგაროთ. არ გვიცნობ. პირადად ჩვენ გვიცნობ. შორიდან გვიცნობ, ინტერნეტიდან და ისა, მაგრამ ჩვენ რო საერთოდ არ ვიცით ვინ ხარ, რა ხარ, როგორი ხარ. არ ვიცი. კარგი ხარ, ვიცი, კარგი ხარ, მაგრამ რა თქმა უნდა, კი, რა თქმა უნდა. ცუდი რომ იყოს, ფიზიკურად ხო არ გიცნობთ ჩვენ. ცუდი ადამიანი ეგრე არ გააკეთებს და ეგრე უანგაროთ ადამიანს არ დაეხმარება. ალბათ მოვა დრო შევხვდებით ერთმანეთს, გავიცნობთ ახლოს. რა თქმა უნდა, კი, ძალიან სასიამოვნოც იქნება და ძალიან კარგი იქნება. სასიამოვნო იქნება, კარგი იქნება. თქვენ და ჩვენ კი ძალიან შორს ცხოვრობთ ერთმანეთისგან. ამჟამად. მაგრამ მოვა დრო და შევხვდებით ერთმანეთს. რა თქმა უნდა. ახლოს გავიცნობთ ერთმანეთს და მოვესიყვარულებით. აი ხალხო, ჩვენ ვლაპარაკობთ უანგაროთ დახმარება. დახმარება კი არა, რა მინდო რა თქვა. კიდე. ის არის. მოვედით. მაგასაც ვიტყვი ერთი წუთი. გუშინ მომწერა რომ ის არის რა ქვია, რაღაცა უგუნებოდ ხარო, მოწყენილი ხარო ვიდეოშიო და რა ვიცი რა დამემართა. ეს რამდენიმე დღეა ესე ვარ. და რა დამემართა არ ვიცი. ან რაღაცა მომწამლა, ან ვირუსია.
შეიძლება ვირუსიც აგა გიორგის. საჭმელსაც არ აჭამს წესიერად. არ უნდა არაფერი. რა ვიცი იმ დღეს მაშინ ძველი თაყაწელს ლუდი დავლია და ემან ხო არ მაწყინა თქო, მაგრამ მარტო მე მაწყინა კაცო ყველამ დალია. არა, ლუდის გამო კი არ არის დედა. არ ვიცი, ალბათ უბრალოდ ვირუსია რაღაცა და ეთყობა უსიცხო ვირუსია და სიმპტომია გაქვს რაღაცა. არის ესეთი სიმპტომები ადამიანში, აი უგუნებოდა საჭმელს არ ჭამ, ვერ ჭამ. შეიძლება რაღაცა ვირუსი გაქვს შვილო. შეიძლება. არ არის გამორიცხვული და გვინდა ის შუშხუნები ვიყიდოთ დედა იქ თორი ცალი რომ თურმე უნდა დალიო ეგა. ცინკოვიდი ვიყიდოთ. იგივე ცინკოვიდი რა თქინდა. ან ის ვიყიდოთ ის შუშხუნა და დავლიოთ რა. არც ეგ შუშხუნა არა შვილის მე თუ მკითხავ არაფერს. და წყვილავს და ვიჭრიბებით კუჩით კენულობს არ იქ. დაბა რაღა გინდა შენ ვეღარაფერი. კუჩით გიმდე. შენ ვერაფერი ვერ გავიგე. ხო და რა მინდოდა ახლა თქმა? თხოვნით მოვედით თქვენთან. ახალი იუთუბერი შემოგვიერთდა. დღეს დადო პირველი ვიდეო. ჩვენთან იყო სტუმრად. ჩვენთან იყო სტუმრად. ჩვენ შევედით. ჩვენი იმიდან არის სოფლიდან. ჩვენი თანასოფლელია. ძალიან კარგი ადამიანი. ადამიანები ხო. ძალიან კარგები არიან. გამოიწერეთ არხი და უყურეთ ვიდეოებს, ავიყვანოთ 1000 გამომწერამდე. და 4000-ის ყურების დრო. ხო და რომ მონეტიზაცია ჩაერთოს. დავეხმაროთ. ესე უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს. გიორგი რითი სახელი და ის ხო უნდა დაიწეროს. მაკუნა გარსევანიშვილი არის, არხს აწერია ეგრე სახელი. თვითონ არხის ლინკს დაგიდებთ კომენტარებში და გადადით, ადვილად გადახვალთ უფრო. კომენტარებში დაგიდებთ ამ ვიდეოს კომენტარებში. ჩვენც ვიქნებით იმ პირველ ვიდეოზე. პირველ ვიდეოში ჩვენც ვართ და ისა პირადად მე არ ვჩანვარ, მაგრამ საუბარი არის ჩემი და აი გთხოვთ და გემუდარებით რომ დავეხმაროთ იმ ადამიანს რომ წინსვლას წავიდეს და წავიდეს იმის არხი წინ. როგორც ჩვენ დაგვეხმარნენ, ისე უნდა დავეხმაროთ სხვას. ჩვენ რაც შეგვიძლია ის უნდა გავაკეთოთ. კი, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ მოგიხდით თუ გადახვალთ იმ ადამიანის არხზე და გამოიწერთ უღრმეს მადლობას და რა ვიცი, ძალიან კარგი ადამიანები არიან, თბილი ადამიანები არიან და რა ვიცი, თუ მოგოწონებათ ეგ თქვენი გადასაწყვეტია. ჩვენ ვიძახით რომ უნდა დავეხმაროთ. ჩვენ უკვე გამოვიწერეთ. პირველი დახმარება ეგია. მე ვარ. ხო, დახმარება გამოვიწერეთ ჩვენ არხი, თქვენც გამოიწერეთ. გუშინ ინტრიგა ჩავაგდეთ რომ არხი თხოვნით მოვართქოთ და მოვედით თხოვნით. ქარი გვაქვს ხალხნო გლეჯავს აქაურობას. დიდი ვიდეო არ უნდა გადავიღო, თორე ძალიან რთულად იტვირთება. დღეს სხვათა შორის ინტერნეტიც არ ვარგა. ხო არა. ალბათ ქარი როა და იმ კაბელებს რო ამოძრავებს. ალბათ. ხო და ეგრე ჩვენო ადამიანებო. ჩვენო კარგებო, ჩვენო თბილებო. რა ვიცი. ელემენტარული უბრალო სიტყვას რო ვინმე დაგიწერს ისიც თბილ სიტყვას და ტკბილ სიტყვას და უბრალოდ რო ვინმე გიყურებს. აგერა შუქი მანათების ძალიან ცუდად სხვათა შორის. არა უხსოვს რა. და ეს სახეზე რაღაცნაირად. აი გაშაახრმი. ხო და ეგრე იქნება ჩვენი საქმე. გიო მიდი ერთი ჭიქა წყალი დამისხე. შეიძლება ეს წყალი ხო არ გიშურება გიორგი არ არის გამორიცხული. იმნაირი გლახა გემოს წყალია რომ რა ვიცი. რა ვიცი. ერთი პერიოდი ვერ უყურებ მე როგორც ცუდად ვიყავი ეს წყალს უსვამდი მე რო აღარ უსვამდი გადამია. საჭმელსაც ვეჭამ ხალხო. არ უნდა საჭმელსაც არ აჭამს ხო.
შეიძლება მოგბეზრდეს რაღაცა არა მგონია კაცო რა უბეზ რაღა არის იმდენი ყელით კი ვადედი კი ვა ხო კლაპოც ვიჭირ არ ვიცი რა არის რა ვიცი თითქოს მოწამლული ვითავარ თქო არა მოწამლული არ არის იქ ვირუსი იქნება ალბათ ეგეთი ვირუსია არ ვიცი რა ვიცი სიცხეს გძნო ჯეჯეობით არა და რა ვიცი მე რა იქ არა ისა გაქვს ვირუსი რაღაც არ ვიცი უცნაური ვირუსებია ხალხო ვერ გაიგებ ხალხო როგორი რამ მოგივა კოვიდ ვირუსი ხო ისევე მძვინო არის და გავრცელდა ახლა უკიდე ისა ახლა კიდე ის დაემატა ღორის ვირუსი ღორის ცხელება მე რა ვიცი რა უნაქროს ადამიანმა მე არ ვიცი ამ ყველა უაზრო და კიდე ის შემოდის რა ქვია ვირუსებმა გული წაიღო რა იმის ვირუსი ზომბის ვირუსი ეს ზომბი ამერიკაში შეიძლება ზომბის ვირუსი აქვს იმებს ირმებს და ამერიკელი ისინი იძახიან რომ შეიძლება ადამიანებშიც გავრცელდეს აი მე არ უნდა ჭამო არაფერი ადამიანმა აი ნაყიდი აი ეს მგვალი ხორცები რო არის ნაყიდი არ ნაჭამო ხო ნელი დედა აი მგვალი ხორცი რო იყიდე ხოლმე გაყინული და ეს ხო ის საზღვარგარეთიდან არის შემოსული ღორის ხორცი არ უნდა ჭამო და არც ის ფარში არ უნდა იყიდო ფარში კი არა მარტო ფარშზე არა ის საუბარი საერთოდ ღორის ხორცი არ უნდა ჭამო იმიტომ რომ ღორის დამცვრცელდება ის ვირუსი ღორის ხორცისგან არ ვიცი ხალხო გაუფრთხილდით თავს მაქსიმალურად ეცადეთ რომ არ იმასაქმნათ რა ქვია არ შეგვდეთ ვირუსი არ გადაიტანოთ ძალიან ცუდი ვირუსები დადის თუ ადამიანს ძალა არ გექნა და ღონი არ გექნა სად უნდა წახვიდე ვერ სიმუშავებ ადამიანს თუ ვერად იქ ვერაფერი დაყო ჰა მე ვიცი და ყოველ წელს ახალი ვირუსები შემოდის და რა ვიცი რუდენდი იქნება წინასწარმეტყველებები საბჯერა რომ იძახიან მაგრამ მართლდება ამჯერო და აქამდე სხვათა შორის ხალხო წინასწარმეტყველები რომ იდო და რაღაცას იტყუებიან ბოდავენ რაღაცებს თქო მაგრამ ამ ბოლოს რაც იწინასწარმეტყველეს და რაც იყონა წინასწარმეტყველები ყველაფერი იმასახლა ასრულდა ყველა წინასწარმეტყველება კი რა თქმა უნდა ყველა ასრულდა და მართლა სრულდება და ვირუსები თანამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დაერთო ყველაფერს და ახალი წელიც ვერ იყო ისეთი, არ იყო ისეთი ახალი წელიც, როგორიც უნდა ყოფილიყო. მართალია, არ იყო, მართლა იყო, არ იყო. რა იყო? ძალიან ის იყო რა ქვია. ერთი ძველი ახალწელს ვიქეიფეთ, ცოტა რაღაცა იმას აქვთ. ხიარულება იყო, ცოტა გავერთეთ თორე. სხვა იყო. ხალხი იყო და შემოდიოდა გადიოდნენ და მაინც ცოტა რაღაცა გადაიტანეთ რაღაცაზე ყურადღება. ხო. გონებაში სხვა რაღაცა მოვიყვანეთ, სხვა ის რა ქვია. ძალიან კაი იყო ძველი ახალი წელი. ახალი წელი განაცუდი იყო. ახალი წელი არ იყო ცუდი, მაგრამ ზოგადად განწყობა არ იყო. ხო. სხვათა შორის ტელევიზიითაც რო უყურებდი, არც იქ იყო განწყობა საერთოდ. კი, აი თითქოს რაღაცა უნიშნელო თითქოს იყო ერთი ჩვეულებრივი დღე. უნიშნელო დღესასწაული. ხვალ ნაძვის ხეს ვიღებ ხალხო. ხვალ ავაწუილებთ ნაძვის ხეს და ჩავაწუილებთ. დავასვენოთ ცოტა ხანი. ვაიმე დღეს რა სასაცილო თქვა გიორგი, რა თქვა გიო. ის არის რა ქვია. დავასვენოთ, მოვშალოთ, დავასვენოთ, დავაძინოთ ცოტა ხანი, დავასვენოთ ფეხებიც,
არ ეთკინოს. ნოემბრიდან არის და ნოემბრიდან დადგმულია ხალხნო ჯოლივით პერცენტას. არა, ნოემბერში დავდგით ნაძვისხე, დეკემბერში არა ისა კიდე. 3 თვეა ნაძვისხე გვიდგას. ვალა. ხო, 3 თვე ნაძვისხე გვიდგას ხალხო. ნოემბერში და ჩემი ბრალი იყო. რა თმინდოდა ნოემბერში ნაძვისხე, 1 დეკემბერს დამედგა. ხო, ნოემბერში დაიგი. ნოემბერში დაიწყო და ნოემბრის შუაში დავდგი ნაძვისხე. ხო, აღარ დაგჭირდება მე. მე აღარ დაგჭირდება თქო და მორთე ისენი და რა თმინდოდა დამედგა იმაში რა ქვია დეკემბრის დასაწყისში 1 დეკემბერს დამედგა უცბად გადის მე თვე და უცბად მოდის ახალი წელი და 3 თვეა ნაძვისხე გვიდგას. ხო და ის თოვლის ბაბუა დაყუდებულია იმის. დაყუდებულია ისე. ჯოხი უკავია და მუშტი აქ მოღერებული. ესე არის, ჯოხი ხო ესე უჭერია და მუშტი აქ მოღერებული რაღაცნაირად. გიორგის მუშტი აქ მოღერებული. ეუნება ის მაინც არ მომიტანე. ის არ მაღირსე, ელემენტები არ მაღირსე, დამადუმენ მთელი ახალი წელი, მთელი 3 თვეო და ეხლა ჩამსვი და დამასვენე და დამაძინეო. წყალისა რაღაცა არასასწორია. ისე რა არის, მომავალ წელი, ახალი წელის ჩაატარებ. ჰა, 2 თვე. 2 თვე კი არა. 1 თვე და ნახევარი. არც კი. ხო და. 1 ნახევარი თვე რა. მე 14-მდე. ხო, ნახევარი თვე 14-მდე. გიდგას მერე მთელი წელი დგას ისე. არის ისე. უნდა ელოდო. დაელოდო ახალ წელს და აწყო მერე რა არის აი აღდგომა არაფრის ის არ ჭირდება რა ქვია ერთი პასკა გაქვს ისა გაქვს რა ქვია საჭმელები გაქვსიო არაფრის მორთვა არ ჭირდება კაცო არა ხო თუ სააღდგომო განათებებიც მოიგონეს ეგ არ ვიცი სააღდგომო ნაძვისხეთ თუ არის ეგ არ ვიცი ნამდვილად რა ვიცი მაგრამ კაია ყველაფერი კარგია ახალი წელის კარგია ყველაფერი კარგია მაგრამ ძალიან ისე გიორგი ახალი წლის ის ფარდა რო არის ხო განათება რო გავხსნით ხო გაგვახსენდება ჩვენი გამომწერის ფულით არის ნაყიდი ხო კაი წინაზე რო ჩაგვირიცხა იმით ვიყიდე ბაზრობაზე რო წავედი და ავიღე იმით ვიყიდე. თუსაც ვიყავით, მაგრამ ვერ გადავიღეთ. ველოდეთ დიდი ხანი იმას რა ქვია. კოდი მოიძებნა გვიან. კოდი პროგრამა მაურიაო. თვითონ გითხრა გოგო. საქართველოს ბანკში მივედი, წინაზე საქართველოს ბანკში ავიღე. და საქართველოს ბანკი ლიროს ფილიალი ისა რემონტშიაო და არ მუშაობს. ხო მე ავიღეთ მე გავედი ლიბერტი ბანკში და იქ ლიბრეში მეთქი რა გადავეკიდე ამ ლიბრეს კაცო ლიბერტი ბანკში ლიბრე რა გადავეკიდე ლიბრეში ჯერ მომწეს ფულს სპონსორი არ ხდება ჩვენი ლიბრე უნდა დავსპონსორდეთ ისე უნდა თურმე რეკავენ გიორგი იუთუბერები თუ მინას რომ სპონსორის გაგიკეთო თუ რა ქვია როგორ ეკავენ აი შეგიძლია იუთუბერმა დაურეკო. რა უხმერთო რა საზღარი გემოა. შენ ამ წყალმა გიქნა გიორგი. ამ წყალმა გიქნა ნაღდად. თურმე იუთუბერები ურეკავენ დედა კომპანიებს. ახლა ლიბრეს იმას ხო იქნება ახლა საიტი რაღაცა. ხო იქნება ნომერი ხო და უთხრა ესა და ეს საკვები გამომიგზავნოთ თუ გინდათ რეკლამა გაგიკეთოთ. აი ეგეთი რაღაცებს აკეთებენ. არ ვიცი მე კი არ დავკავშირები ვარ, მაგრამ რამდენიმე იმის სანამ ახალი წელი მოვიდო და მქონდა შემოთავაზება იმეების, რა ქვია, გასახდომი ჩაიები და ყავები როა. ერთ-ერთი კომპანია რაღაცა სახელს არ დავასახელებ ნამდვილად. ახლა რაცა არ დავასახელებ სახელს. როცა და რეკლამას გავუკეთებ თავისთავად და რეკლამას არასოდეს არ გავაკეთებ ეგეთ რაღაცებზე, იმიტომ რომ ჯერ პირველ რიგში მე უნდა გამოვცადო ჩემ თავზე. შენ თავს ავნებ? ჩემ თავზე უნდა გამოვცადო და მე უნდა გითხრათ თქვენ და გადმოგცეთ. და ჯერ ჩემ თავს ვავნებ მაგით, რომ დავლიო და დალევა რომ დავიწყო. ხო და ჩემ თავს ვავნებ. შენ თავის და მე კიდე თქვენ რომ იმას ვიზა რა ქვია, თქვენს გავნებთ. მე
კი, რა თქმა უნდა, ეგეთი კომპანიები არ გვინდა. მაგრამ ნორმალური კომპანია ჩიპსები და რაღაცეები რა ქვია. ჩიპსების ყუთი შეგვიძლია იმას აქვთ, ჩიპსების კომპანია შეგვიძლია გაუკეთოთ ჩიპსის კომპანიებს ისინი რეკლამა, წვენების კომპანიას, ხო, სოსისის კომპანიას, ხო, და ასე. ცეხოვლის კომპანიებს, ნახევარფაბრიკატების კომპანიებს, გაყინული ისინი რაც არის. კი, აი, ეგეთ რაღაცებს კი, ხო და როგორც რო ეს წამლებს გაუკეთო ისა აი ეგეთ ცუდ წამალს თუ ნორმალური წამალი რო იყოს, კიდე ხო. წამალი ზოგადად რანაირად წამალი ხო უნდა გამოსცადო რომ სხვა სიმას აქნა. არა, ახლა თუ არ გჭირდება იმ წამალს როგორ გაუკეთებ ახლა თუ არ კომპანიას? მჭირდება რაღაცა წამალი რანაირად გაუკეთებ. ვერ გაუკეთებ ნამდვილად. და არც გაუკეთებ ეგეთ რაღაცას, რომ აი ვიღაცამ შემოგთავაზოს და რაღაცა ისა მაგალითად მე არც ურჩევ გიორგის ეგეთ იმას რომ ვიღაცას მე მაგალითად არავის არ ურჩევ ეგეთ რაღაცეებს რომ ეს იმას აქნან. ეგეთ კომპანიებს რომ გაუკეთონ ჯერ თავის თავს ავნებენ და მერე სხვასაც ავნებენ. ყველას ერთი ორგანიზმი არ აქვს. შეიძლება მე მომიხდეს, მაგრამ სხვას არ მოუხდეს. კი, რა თქმა უნდა. კიდე აი წამალზე რო არის აი მაგალითად ხალხი რომ ვიღაცა რუსვამს და რჩევას რომ რჩევას იგივე შენ გაიწე. ხო, იგივე შენ გაიწე. აი შეიძლება იმას მოუხდა ინდივიდუალურია ადამიანის ორგანიზმი ზოგადად ინდივიდუალურია. შეიძლება იმას მოუხდეს და ჩვენ არ მოგვიხდეს, ხო, ელემენტარული. გინდა შეიძლება თქვათ მე მომიხდეს ის წამალი და გიორგის არ მოუხდეს, ხო? იგივე გინდა დედაჩემს მოუხდება, თქვათ მე არ მომიხდეს. აი ჩვენ რაღაცა წამალს ვავდეთ და თქვენ გითხრათ ხალხო. ხო, რო აი ეს დარიეთ. არა, თქვენ შეიძლება არ მოგიხდეთ. განაცუდია, მაგალითად მე იმას რა ქვია, გამარჯვებელი გოგო ვარ, ძალიან გამარჯვებელს და თვითონაც გამარჯვებელია. რა ქვია ის გოგოს ცხვირში ჩასატოტები. რა ქვია და მოვიწა. თეო არა. არა გაცუ. ვაიმე დედა ღმერთო დამავიწყდა. გამოწერი სახელი დამავიწყდა ხალხო. არა და ჩვენი სოფლილია, გამარჯვებელია. ვაიმე დედა რა გაქვნა? ეთო. მოგესალმებით ჩემო გოგო. არა მართლა გლაღათაა ჩემს საქმე ხალხო. და იმის რჩევით რომ წამალი დავლიე ჩავიწვეთ ცხვირში. ხო? იმ გოგოს რო არ აი რჩევა რო არ მოეცა. რო არ ეთქვა რა ჩაიწვეთო ხენდა იგრე იქნება. ეხლა ცხანდახან მაქვს აი ახლა მე შემოტევები. მჭირდება სხვათა შორის ეგ. გინდა გიო? მე წინაზე ვირუსი რომ მქონდა, ამბობ წინაზე ვირუსი რომ მქონდა, დამიტოვა ცხვირში ის. ხო და აი თითქოს აი ამაში გაქვს კიდე რაღაცა ხო, თითქოს რაღაცა არის. ხო და აი იმის რჩევით ძალიან მადლობელი ვარ მე იმ გოგოსი. ძალიან მადლობელი ვარ, რომ აი კარგი წამლის სახელწოდებაც მითხრა და რჩევა მითხრა. ახლა მაგალითად ვიღაცა რომ მირჩევს, ახლა მე ცუდად არ მიიღოთ ჩემოთ რომ მირჩევს, ხო, ელემენტარული. გამოვცდი იმ წამალს, ნამდვილად ვცდი, მომიხდება თუ არ მომიხდება, მაგრამ იმის წამლები მომიხდა ნამდვილად. თუ არ მოგიხდება დაანებებ თავს. ხო, დაანებებ, რა თქმა უნდა, აბარა, მაგრამ ძალიან, რა ვიცი, რომელმაც ჩვენმა გამომწერმა წამლები გვირჩია რომელიმე, ყველას რო გამოვიყენებდი, ყველა ნამდვილად მიხდებოდა. და უღრმესი მადლობა ახლა ადამიანს, იმიტომ ეუბნები რჩევას გიორგი, რომ შენ იმ ადამიანისთვის სიკეთე გინდა, ხო, ელემენტარული. სიკეთე ხო გინდა, ხო, ცუდი ორგანიზმი ინდივიდუალურია, თუ არ მოუხდება დაანებებ თავს. კი, ახლა უკუჩვენება ყველა წამალს აქვს გიორგი. გვერდითი მოვლენები. ხო, უკუჩვენება. ყველა წამალს გააჩნია. ხო, რა თქმა უნდა, ყველა წამალს გვერდითი გააჩნია. მოვლენების გარეშე წამლები არ არსებობს. არ არსებობს და არ არსებობს, ნამდვილად არ არსებობს გვერდითი მოვლენების გარეშე წამალი, მაგრამ უკუჩვენება ძალიან არც ერთი წამალზე არ მივცი და ერთადერთი ის წამალი ვერ ვიყიდე ხალხო, რომ აი ეს ცხელება დამეკარგოს. აი რატომღაც ისიც გვირჩიეს, რომ ეს წამალი დალიე და მე მომიხდაო მაგალითად. შეიძლება მეც მომიხდეს.
არ არის გამორიცხული. და ნამდვილად აი ამ გასახდომ ჩაებს, ამ რაღაცა იმებს, ნამდვილად მე იმას ვერ ურჩევ ადამიანს, რომ მე ზოგადად წამლებს და ეგეთ რაღაცებს არ უნდა დაარეკლამო. ანუ იმიტომ შევითხო შეიძლება ურჩიო შენ რომ გამოსცადე, მაგრამ დარეკლამება ნამდვილად არ შეიძლება. არ შეიძლება, რეკლამა ძალიან დიდი. ზოგადად გასახდომი ჩაები და ყავები არავინ არ უნდა დალიოს. ვითომ კი იძახიან რომ იმას წმენდავს, ამას წმენდავს. არაფერსაც არ უჩნეწლას წმენდავს, იმას წმენდავს, მაგრამ არ ვარგა. არ ვარგა, ადამიანო. თურმე ისიც არ ვარგებულა ხალხო, ლიმონს რო ჩავიწურავთ ჩაიში და ყავაშიც რო იციან ხოლმე, ისიც არ ვარგებულა თურმე. ყავაში არაფერთ არ შეიძლება გიორგი. ყავა ჯერ ეგერთი, გიორგი ნალექი. ყავას ხო აქ ნალექი. არაფერთ არ შეიძლება. სულ რო ჯამთელი კუჭი გქონდეს უზმოზე. ზოგადად ყავა არ უნდა. ყავა ჯერ ეგერთი უზმოზე ყავაც არ არის სასარგებლო. არ არის სასარგებლო და არათუ ლიმნიანი. ნამდვილად ის არაფრით არ შეიძლება. ის რაღაცას დღეს იქნება, ხვალე იქნება, თუ ზეგი იქნება, თუ მაზეგი იქნება. ზოგადად ძვლებისთვისაც არ ვარ გაყავა და თურმე იმ დღეს ექიმს უსმენდი. ამერიკელი ექიმია თუ ამერიკელი ექიმია, იმას უსმენდი. ფურაგლეხა მოწყალი გვაქვს. ხო და თურმე ყავა თირკველებისთვისაც არ ვარგებულა. და რაც შემოდისო, ზოგადად საქართველოში ჩვენთან რაც ყავა შემოდიც, ალბათ გაგებული გექნებათ. ურევია იმას, ნახევარი არის ყავა. ყავა კი ურევია, მაგრამ ნახევარი არის ყავა და ნახევარი არის რკო და ქული. რკო დარეული ერთმანეთში. განა მე იმას კი არ ვიცახი, არ შეიძლება. ყავაზე არ შეიძლება. მე იმ დღეს კიდე ექიმს მოусმინე. ჩაიში სასარგებლო არ არის, ჩავაწურავთ ამ ჩაის. იმას არანაირი ის აღარა აქვს, რა ქვია. თვისება, ის ცხელი ლიმონს. ცხელი ანეიტრალებს, არ იმაშოვა მაგრამ. ხო, მე მაგალითად მით უმეტეს კუჭნაწლავს ყველაზე მეტად აზიანებს. მე მაგალითად რას ვაკეთებ? ლიმონს არაფერში არ ვაწურავ. იმას საშვები რა ქვია. ისევ ჭამ. ხო, ეგ ყველაზე სასარგებლოა. კი შეიძლება გაგამჟავოს, მაგრამ მიეჩო სიმჟავეს, უნდა შეიკავო, მაგრამ უნდა შეჭამო. იმიტომ რომ ლიმონი ზოგადად ციტრუსოვანი ხილი, ზოგადად სისხლის მიმოქცევისთვის კარგი ყოფილა. შეთაშორის პომელოც. სისხლის მიმოქცევისთვის ძალიან და ეს ყავაში ჩაწურული ვითომ ახდუნებს, არ ახდუნებს. არანაირად. არანაირად არ ახდუნებს, არც ახდუნებს და არც არაფერია. პირიქით კუჭნაწლავს იზიანებს, ლიმონი. იზიანებ, კუჭნაწლავს, ისპობ და რა ვიცი, მე ნამდვილად არა. უზმოზეც აი ბევრჯერ ყავა. მე ახლა კუჭნაწლავი მაწუხებს ნაღველა მაქვს ცოტა სუსტი, ცოტა კი არა მართლა კარგად, მაგრამ ვერ იმაშვები ლიმონს იმდენად. ვერ ვჭამ. დაჟე მანდარინის მწყენს, ესეთი რაღაცეებიც, მაგრამ აიცი, ის არ შეიძლება, ის ჩაწურული ლიმონი, მით უმეტეს ყავა, ჯერ ეგერთი უზმოზე ყავაც ძალიან არ არის სასარგებლო და არც ლიმონი ჩაწურული. უზმოზე რომ იმ ყავას ლიმნიანს მიატან, ხო, ის კუჭნაწლავი სიმჟავე, ხო გამოყოფს ამ ორგანიზმს. არაფერს არ შეიძლება. შეიძლება დაგიზიანოს ჯამთელი კუჭნაწლავი. რატო უნდა გააკეთო? მაგალითად მე ეგეთი რაღაცა არ წავს და არც არავის მოუწოდებ, რომ შენ მოდი და ყავაში ჩააწურე ლიმონი, მოდი და შენ ჩაიში. თქვენ როგორც კიდე ისე გააკეთებთ, მაგრამ მე არავის არ უშლი, არც უშლი და არც მოუწოდებ იმას, რომ ეს გააკეთე. ნამდვილად არაფერით არ შეიძლება. იცი რა არის? რაღაც რეკლამები ბევრი არის გაკეთებული. YouTube-ში ალბათ შეგვედრიათ. მე ბევრი შემხვედრია ხოლმე, ვითომ რეკლამები არის გაკეთებული ხელოვნური ინტელექტის მიერ და ვითომ ექიმები მოგიწოდებენ, რომ ყავაში ჩაიწურე ლიმონი, იმასაკენი რა ქვია, მარა ყავა იმასაკენ, იცი რა არის, გასახდომი მიზნით ყავა დალიე, გინდაც ჩაი დალიე. არ არის ნამდვილად. მაგალითად მე ხალხნო მე მაგალითად მწვანე ჩაი მართლა სასარგებლოც არის ლიმნის გარეშე
რომ სასარგებლოა და ჩაი გახსნა ხდომია. ის ნამდვილად რაღაცა შავი ჩაიც კარგია. სასარგებლოა და ნამდვილად, მაგრამ როგორც რომ ახლა ლიმონი კი დალიე ჩამიწურია ჩამიწურო, მაგრამ ყოველ დღე ყავაში ჯერ ყავა ძაფრია და მე იგაც კიდე ლიმონი. ნამდვილად არ არის სასარგებლო და რა ვიცი, მე არავის არ მოუწოდე და არც არავის არ ვის როგორ მით უმეტეს შაქარსაც არ იმატებ და ისე ისიასხავ. ხალხო დაგილევიათ ვინმე ეს? მე მაგალითად ვერ ვსვავ. მე მაგალითად უშაქრო ყავას ვერ ვსვავ იმის გარეშე, რა ქვია, მიმიკების გარეშე. სახე რო არ მოუჭუნო. არ შეიძლება, არ უნდა გააკეთო ხალხო, რა ვიცი. მე მაგალითად ეგრე მოუწოდებ ადამიანს. ხალხო რა მინდოდა თქვენთვის თქვა, გუშინაც დამავიწყდა. ის რო იყო ლოს-ანჯელესში. ხო, ჰოლივუდში რო აწერია იმაზე მთაზე, ხო იცით? ცეცხლი რო იყო, რო ეკიდაო, დაიწვაო. არ დამწვარა ხალხო. სოსოროა, ხო იცი? და გიორგი დანელია. იქ იყვნენ მისულები. საერთოდ დამწვარი არა, ისევე ისე დგას. ხელოვნური ინტელექტით გაუკეთებიათ ვიდეოები და რაღაც ისინი, რა ქვია. ვიდეოები და რა ვიდეო? სურათები. ხალხს ვიღაცების გაუკეთებია ხელოვნური ინტელექტით აკეთებენ, ხო? მე ის გაავრცელონ, დადებენ, გაავრცელენ დეზინფორმაციას და ხალხს აშინებენ, ხალხო. აბა იმას რო ქონდა მთელი ქალაქი იწვისო, რა მთელი ქალაქი ხალხო არის უბნები, რომლებიც დამწვარია, ის ხალხი იყვნენ, თვითონ იუთუბერები იყვნენ, მისულები. ცოტა რაღაცაა დამწვარი, ხო? თვითონ ამერიკელებიც იძახიან, რა მთელი ქალაქი ხალხო არის უბნები, რომელშიც ცეცხლი იყო, თხის ხანძარი იყო. ხო და ის ჰოლივუდის წარწერა ისევ იქ დგას. მე ნახე რაღაცა, ნახე რომ დგას იქა. არ არის ისა დამწვარი. ხელოვნური ინტელექტი კარგიაო და კარგი კი არა, უფრო ცუდი აღმოჩნდა. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი, იცი რა არის ხალხო, კარგიც არის იმ შემთხვევაში, რაღაცას რო კითხავ, ის იდეას მოგაწოდებს. ო, მაგრამ კარგი მიზნებისთვის უნდა გამოიყენო. ცუდი მიზნებისთვის ხო არ უნდა გამოიყენო ხალხო. აი გიორგიო, დიდზე არ წავიდეთ, თორე ვეღარ 12-ზე ვართ ჯერ. ვეღარ დამონტაჟებდა იმიტომ. დავდებ ვიდეოს, როგორ არა. ხო და 17-18-მდე მაინც ავიდე. ხო და ელემენტარული სიტუაცია ვიღოთ, არ უნდა გაავრცელო ესეთი უაზრო რაღაცები. დეზინფორმაციები ძალიან ბევრია კიდე. და არ უნდა იყოს და მაგალითად ესეთი რაღაცეები რატო უნდა გაავრცელო, რომ ადამიანს გული გაუხეთქო წინასწარ, ჯერ ისე ადამიანი დიდხანს აღარ ცოცხლობს, ისეთი დრო მოდის და კიდე შენი ის უნდა გავრცელება? მთელი ქალაქი იწვისო და მთელი ამერიკა ქალაქი პანიკაშიაო და რა მთელი ქალაქი ხალხო. სულ გაგიჟდა ეს ხალხი, თუ რა უბედურებაა, რა ვიცი. ინტერნეტსაც ვეღარ დაუჯერებ ხალხო, ასეთი აღარაფები ნახია. არც ერთ არხს არც ტელევიზიას საერთოდ ვერ დაუჯერებ. აღარც ერთ ტელევიზორს არ უნდა დაუჯერო, იმდენი ტყუილი დევს გიორგი, რომ მე არ ვიცი. ინტერნეტსაც ვერ დაუჯერებ საერთოდ. კაი რა, არავის აღარაფერი აღარ უნდა დაიჯერო, გონია შენ უნდა დაუჯერო თავისუფალი მედია, რომელიც არის და არ არის პოლიტიკური. არა, პოლიტიკური კი არა გიორგი, მე მაგას კი არ ვიცი, პოლიტიკაზე აღარ მინდა ლაპარაკი გაჩერდი. ელემენტარული, აი შენ თავსაც ვფიქრობ, რომ დაუჯერო ჩემ სარკეში რო იყურები, ისიც არ უნდა დაიჯერო, რომ იმ სარკეში შენ ხარ. ისეთი დრო მოვიდა. აი მაგალითად ხანდახან ჩემ თავს ვიტყვი, აი სიმართლეა. დავიჯერო ჩემი რაღაცას რო გავიფიქრო. წეღან იმაში გავრცელდა ინტერნეტში ისა, რა ქვია, უბედური შემთხვევა მოხდა ლანჩხუთშიო და ვიღაცა დაიღუპაო, რა ვიცი, არ ვიცი. ვფიქრობ, რამდენად მართალია ეს ყველაფერი. რა სისულელია რა. რამდენად სიმართლეა. ყველაფერი უღმართად არის. კიდე TikTok-ში გამოჩნდა ერთი ვიღაცა ადამიანი, კუთარი სახელიც არ უწერია და ინფლუენსერებს, ვინც დიდზე არის გასული და დიდი გამომწერები ყავს. ქართველებზე მაქვს საუბარი. გაურცელებს ხოლმე ვიდეოს, ხან ვის გაურცელა, ხან ვის სურათით, აიღებს სურათს, აწერია იმ სურათს
და ის არა ქვია სევდიანი მუსიკა კიდე გარდაიცვალა არა და ადამიანი ცოცხალია ხალხი სისულელია რა აი რატო უნდა მოგივიდეს ხალხნო ესეთი უაზრობა რომ ვიღაცის ღმერთმა ნეტა ისე არ იხოცებოდნენ ხალხი და ისე არავინ მიდიოდეს თავის სიკვდილით და ელემენტარული რაღაცის და რეპორტეს ისა ხო და ვიღაცას რატო უნდა გაურცენო რომ ის მოკოდა ეს გადარჩა ის ასეკნა ისე რატომ რის გამო მე არ ვიცი რა გიორგი დანელია გარდაიცვალაო და ადამიანი ცოცხალია სოსოზე ქონდა კიდე იუთუბერი როა ისიც ცოცხალია ღმერთმა ფოქსი ელენიკოროა ხო იცით მაგასაც გაურცელა დაიხოცნენ ორივე ცოლ-ქმარიო ცოცხლები არიან ორივე ის კულულათმები რო რაღაცნაირი ხო დრედები რო ხოლმე გაკეთებ რა სისულელია არის ყველ გაგიჟდა ეს ხალხი თუ რა უბედურებაა რა არის რა ყველა ერთად დაგიჟდა და რა ნაცილი გამოვარდა ესეთი და ნამდვილად აი მართლა გიორგი აი მართლა დასაფასებელია ის ადამიანი რომ უანგაროთ ესე ადამიანს ეხმარება უანგაროთ ფულის იმაზეც არ არის ხალხი ხო არა კი მე ჩარიცხვაზე და იმაზე უბრალოდ რომ თბილ კომენტარს დაუწერს მე მარტო ფულზე მე არ ვიძახი გიორგი უბრალოდ ისიც დასაფასებელია უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ იმ ადამიანს სახეს და გვარს არ ვასახელებ სახელს არ ვასახელებთ ხალხო მიხვდება რასაც ვსაუბრობთ და როგორ უღრმესი მადლობა კიდევ და კიდევ კიდევ თითეულ ჩვენ გამომწერს თითეულ გინდა ჩაგვირიცხოს გინდა არ ჩაგვირიცხოს უბრალოდ რომ გვიყურებს და აი ჩვენი ყურებით რაღაცა მონაკვეთს მოგვიწყნის აი რაღაცა 2-3 საათს ანუ 9 საათს ხო ელემენტარული მოგვიწყნის და გვიყურებს თითოეულ ჩვენ რეკლამას რომ უყურებს აი იმაზეც ძალიან მადლობლები ვართ და რა ვიცი მე მე თქვენს ხო არა ხარ გაჭილი რაღაცა აი რაღაცა მართება მე მომენტში მოიჭველი რაღაცა ვირუსი რაღაცა აი ამ მომენტში გამიშვებს არ ვიცი და აი თითოეულ ადამიანს აუცილებელი არ არის ვიღაცამ ფულები დაგირიცხოს და იმას მარტო მოუხადო მათ და კიდე ადამიანს რატო უნდა გაურცელო ინტერნეტში გინდათ სადმე რატო უნდა გაურცელო როდესაც ცოცხალია რომ მოკვდა ხო და აი ეგეთი ადამიანები რომ იქნებიან დასაფასებელი ხომ არის გიორგი აი ხომ არის აი ვიღაცას ახლა მაგალითად ვიღაცას რო და კიდე ეს დაკრძალვის გადაღებები რა უბედურება არის რა არის გიორგი 37-ზე წავედი შენ გახარ და იმას დაკრძალვას იღებ კაცო რა უბედურება არის რა არის ეგ რა მოდაში შემოვიდა თუ რა არის არ უნდა იყოს ნამდვილად ეგეთი რაღაცეები ეხლა მე რო YouTube-ისთვის წავიდე ვინმე დაკრძალვაზე და ვიდეო გადავიღო ხო სისულელი არის სისულელი ხო არის შეიძლება ის ადამიანი იმიტომ მოდის იმ TikTok-ი იქნება X იქნება რა ქვია Instagram-ი Facebook-ი თუ რა იქნება ხო იმიტომ შემოდის რომ ცოტა ის უნდა ქონდეს ხალისი და ცოტა რაღაცა Facebook-ში დღეს რა გუშინ საღამოზე სანამ დავდებდი Facebook-ში დავძვრებოდი და იცი რა შემხვდა ვიღაცა არის ილია მეორეს თოჯინებს ქსოვს ვაიმე ყველამ შეიძინეთო ყიდის და ილია მეორეს თოჯინაზე ილოცეთო ხალხნო სულ გაგიჟდი მეთქი მე დაუწერ სულ გაგიჟდი ეს ხალხი თუ რა არის უკვე თაყალის ცემლები გახდნენ გადავირიე გაგიჟდი ეგრე ყველაფერზე მიჯაჭვა მე არსად გამიგია რა უბედურება კიდევ ერთხელ გთხოვთ გამოიწერეთ როგორი ეგია მაკუნა გარსევანიშვილის არხი კიდევ ერთხელ გამოიწერეთ გთხოვთ გამოიწერეთ გადახდით მის არხზე დავეხმაროთ რომ 1000 გამომწერი დააგროვოს და ჩაერთოს მონეტიზაცია რომ რაღაცა 2 კაპიკი გააკეთოს თავის ოჯახისთვის. ხო. გთხოვთ და გეხვეწებით.
გემუდარებით, როგორც ჩვენ დაგვეხმარა ხალხი, ისე ჩვენ ვეხმარებით უანგაროთ ნამდვილად. კარგი ადამიანები არიან კი, ძალიან. ძალიან თბილები, ტკბილები, კაი მოსაუბრე და ყველანაირად, რა ვიცი, თუ მოგეწონებათ გადადით და გამოიწერეთ. გამოიწერეთ. კომენტარებში დავდებ არხის ლინკს. გაიხარეთ, გამოდით, გამოიწერეთ. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას დაგემშვიდობებით ხალხო. ყველაფრისთვის და ჩემო თბილო ტკბილო გოგო, კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას. გაიხარე შენ ოჯახთან ერთად, შენ ნათესაობასთან ერთად, თუ მშობლები გყავთ, დიდხანს გიცოცხლოს. ყველასთან, რომ კარგად იყო და მალე გისურვებ ჩემს სამშობლოში დაბრუნებას. ნამდვილად გაიხარე, გამრავდი რა მაგარი ქარი გვაქვს, განგრევს აუ ხალხო რა მაგარი ქარია, ვერ წარმოიდგენ. კარგად იყავით, მაგრად იყავით. დიდი მადლობა ჩვენი ყურებისთვის, ჩვენი გამოწერისთვის, ჩვენი ლაიქებისთვის და კარგად იყავით. შემდეგ ვიდეომდე გაიხარეთ. ვიდეომდე დაგემშვიდობებით. გაიხარეთ, აბაჰე, კარგად. კარგი საღამო. კარგად იყავით, მაგრად იყავით. კარგად. წავედით თორე მე ალბათ 3 საათამდე მოვდება დადება ვიდეოს ატვირთვას. თუ არ წავედი. მართალია, ყოლია.